ესე იგი, მე მაქვს ინფორმაცია იმ თაობაზე თუ რა სამუშაოები გაატარეთ, მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გითხრათ ყველა სამინისტროს, ყველა უწყებას, რომელიც ხო ჩართული და რომელიც 20 საათის განმავლობაში აქტიურად მუშაობდით, ასევე მინდა ადგილობრივ მთავრობას დიდი მადლობა უთხრა. ძალიან ეფექტურად დროულად იმოქმედეთ თქვენ და ამის მადლობას იმსახურებთ. მე მინდა აღვნიშნო, რომ როცა გადავწყვეტ ჩვენ სამართლის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა და კრიზისების მართვის ცენტრის ჩამოყალიბება, მაშინ დაიწყეს კრიტიკოსებმა და სკეპტიკოსებმა საუბარი, რომ რაში სჭირდება ღარიბაშვილი აკეთებს ამის თავისთვის. ეს ჩემთვის არ არის ეს საბჭო, ეს არის ქვეყნისთვის იმისთვის, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია იყოს გამართული და განვითაროს ინსტიტუტები და რასთავარია ამ უწყებების შორის კოორდინაცია იყოს გამარტივებული და აწყობილი. ისე რომ იქნება ნებისმიერი კრიზისი, იქნება ეს ხმეთო დაგვიპაროს უფრო მძიმე კრიზისი თუ რა, იყოს სახელმწიფო მზად, რომ ნებისმიერ კრიზისს გავუმკლავდეს გამართულად და ასე ვთქვათ, ამაყ. ხო, მე მინდა გთხოვოთ მინდია რომ კიდევ ერთხელ განმარტოთ მოსახლეობისთვის თუ რა მდგომარეობა არის დღეისათვის ამ მომენტისთვის, რა სამუშაოები ჩატარდა, მე ვიცი რომ გვაქვს სტაბილური ვითარება ამ ეტაპისთვის და არის სიტუაცია კონტროლის ქვეშ და რა ვითარი ასე ვთქვათ, გამოწვევა დღეს მდგომარეობით აღარ არსებობს. იყო საკმაოდ მძიმე ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი ამინდი და იყო ესე იგი შტორმი იყო 6 ბალიანი, რამაც დააზიანა არაერთი ოჯახი. მე მინდა გავიმეორე კიდევ ერთხელ ამ ოჯახების საყურადღებოდ, რომ ეს ზიანი იქნება დათვლილი და ყველა ოჯახი, რომელსაც მიადგა ზიანი, მათი ზიანი იქნება კომპენსირებული სახელმწიფოს მხრიდან. გასულ წელს ჩვენ 48 მილიონი გავეცით კომპენსაციის სახით, წელს 14 მილიონი, 34 მილიონი. დღესდღეობით მთავრობაზე 6 მილიონი დამატებით გამოვყავთ ოზურგეთის რაიონისთვის და გურიისთვის. აჭარის ადგილობრივი მთავრობა მე იმედი მაქვს რომ გამონახავს სასწრაფოდ თუ არა ცენტრალური მთავრობა დაგიხმარებათ. ასე რომ გთხოვთ რომ მოგახსენოთ, ასე მობილიზება მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა უწყებას, საგზაო დეპარტამენტი, საზღვაო პოლიცია, შრს, გარემოსდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მთავრობა, როგორც თქვი ვილაპარაკეთ, ჯანათო სამინისტრო, სამაშველო სამსახური, სამინისტრო სამსახური იყო ძალიან აქტიურად ჩართული და ყველას განსაკუთრებით თქვენ და მოგახსენებთ ბატონ პრემიერო, ესე იგი დღეისათვის პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სიტუაცია არის აბსოლუტურად სტაბილური ყველა მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, თქვენი დავალებით 28 სექტემბერში შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევდა 5 გუბერნიაში მოქმედ ადგილობრივ შტაბებს, რომლებშიც თავის მხრივ შედიოდა ყველა ის მუნიციპალური ასე გუბერნატორები და უგასრევად გამგებლებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს. მობილიზებულები იყვნენ და მე როგორც მაქვს ინფორმაცია თქვენგან. დიდი მადლობა მათაც ყველას. შედიოდა ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები, შედიოდა ენერგოპროს ადგილობრივი წარმომადგენლობა, სოკარგაზის წარმომადგენლობა, რომლებიც ადგილზე ამარაგებენ ასე ვთქვათ გაზი და ელექტროენერგიით მოსახლეობას. აღნიშნული შტაბები მუშაობდნენ 24 საათიან რეჟიმში, ცენტრალური შტაბი განთავსებული იყო სანაპირო დაცვის შენობაში, სუფსაში, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გააგრძელებთ ამ მუშაობას, ხო? გააგრძელებთ ამ მუშაობას. მე მინდა მადლობა მოუხადო ყველა იმ სამსახურს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრობლემა ეხლა რამდენი კაცი იყო მობილიზებული მაგაზე რომ მოახსენოთ და მოსახლეობას უწყებთ? ესე იგი მობილიზებული იყო და სად რჩებათ ასე ვთქვათ გამოწვევები, პრობლემას სად რჩებათ? 5 რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იყო დაახლოებით 2000-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა უწყების. მობილიზებული იყო 774 ერთეული ტექნიკა, მობილიზებული იყო 22 ერთეული დამატებითი გარდა იმისა, რაც მუნიციპალიტეტებს გააჩნია წყლის საქაჩი ტუმბოები, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი. რეგიონების მიხედვით გაწერილი ჰქონდა, სადრა საშუალებები ჰქონდა და ამ საშუალების მართვა ხდებოდა და გუშინ მინდა აღვნიშნო, რომ ეს კი ცენტრალური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის რეზერვი გადასული იყო მთლიანად გურიის მიმართულებით, ასევე რეგიონების მხრიდან იყო სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ მათაც მიიღოთ მონაწილეობა, თუმცა სიტუაცია მართლადი იყო და ეს აღარ დაგვრჩება. ამჟამად პრინციპში დღეს, როგორც აღნიშნე, გვაქვს სტაბილური მდგომარეობა. თუმცა მიუხედავად ამისა, შტაბები აგრძელებენ მუშაობას, მიმდინარეობს მონიტორინგი. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია ზარალის აღწერა. ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს შესაბამისი კომისია, ზარალის დამდგენი კომისია, რომელიც კანონით დადგენილი წესის ფარგლებში მოახდენს ზარალის აღწერას და შესაბამისი წესით მოახდენს უკვე დასკვნის გაკეთებას.
საუბარი იქნება კომპენსირებაზე, ვისაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები, მასალით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაეხმარებით ადგენაში მაქსიმალურად ყოველს. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში გამიხილავთ დახმარების საკითხს ინდივიდუალურად. ძალიან კარგი. ასე სიტუაციაში არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. როცა მოსახლეობას გვერდში უდგას მთავრობა. უამრავი ადამიანი გამოჩნდა. ყურადღება არის აუცილებელი. რომელიც გვირეკავდა ჩვენ, მე მირეკავდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა თუ გჭირდება ტექნიკური ძალიან მზად. უნდა გეხმაროთ თავდაცვის უნდა რეგესტრო თუ გჭირდება ცოცხალი მზად. ჩვენ მზად ვარ და გეხმაროთ ადამიანის რესურსებით. ეს იყო ყველაფერი და დიდი მადლობა მისათვის.